გამარჯობა, ვეტე საქართველოს ნიუსის გუნდი და მე სოფიო ნაცვლიშვილი ვარშავის სტუდიიდან ახალ ამბებს გაგაცნობთ. დიდი ბრიტანეთი საქართველოში დარეგისტრირებულ კომპანიებს ასანქცირებს. გავლენიანი ამერიკული გამოცემა საქართველოს შეცვლილ კურსზე საუბრობს. რუსეთის ანტიევროპული პროპაგანდის სამიზნე ამჯერად სომხეთი ხდება. ამ და სხვა თემებზე დღევანდელ გამოშვებაში ვისაუბრებთ. დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში შესაძლო მონაწილეობის გამო საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია დაასანქცირა. ისინი დაკავშირებული იყვნენ ქსელთან, რომელსაც კრემლი დასავლური შეზღუდვების თავიდან ასარიდებლად და რუსეთის საომარი ეკონომიკის დასაფინანსებლად იყენებს. კომპანიებიდან 2-ის მფლობელი საქართველოს მოქალაქეა. მუშაობა მათ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყეს. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ცნობით, ამ კომპანიებმა სანქცირებული სუბიექტებისთვის 70 მილიონი დოლარის ტრანზაქციები განახორციელეს. როგორც ირკვევა საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში დანაშაულებრივი სქემის შესახებ იცოდნენ, თუმცა ინფორმაცია არ გაახმაურეს, ვიდრე სანქციების შესახებ არ გახდა ცნობილი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სქემასთან დაკავშირებული პირების ნაწილი პასუხისგებაშია მიცემული. ეროვნული ბანკი კი აცხადებს, რომ სანქცირებული კომპანიები მის მიერ რეგულირებული სუბიექტები არ არიან და რეგისტრაციის გარეშე მოქმედებდნენ. კითხვად რჩება, რატომ ვერ მოხდა მათი საქმიანობის დროული შეჩერება და საკითხის საჯარო გახმაურება სანქციების დაწესებამდე. ისინი ოპერირებდნენ ეროვნული ბანკის გვერდის ავლით და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მათ შორის, რაც შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს ეცნობა კიდევაც ეროვნული ბანკის მხრიდან, გამოძიებაც მინდის, დაკავებულიც არის ადამიანი, ასე რომ ამ მხრივ სწორედ ის რომ იმის გამო რომ ეროვნულმა ბანკმა აღმოაჩინა, რომ ხდებოდა საქართველოს რეგულაციების დარღვევით მოქმედება, ეროვნული ბანკის რეგულაციების დარღვევით მოქმედება, ამის გამოც არის რომ გამოძიება მიდის, პასუხისგებაშიც არიან პირები მიცემული. ვინახავს სანქციები, მაგალითად იმედის შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლება თავიდან ბოლომდე გადაეფარა სანქცირებულ ეკონომიკურ სუბიექტს. ვინახავს ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები ფარცხალაძის მიმართ, სადაც ასევე ხელისუფლებამ ნორმატიულ აქტებშიც კი შეიტანა ცვლილებები იმისათვის, რომ ფარცხალაძისთვის გარკვეულად თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა დაეტოვებინათ. ამიტომ ასე შერჩევით, როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ თითქოს რაღაც რეაგირება ჰქონდათ, ან მით უმეტეს თითქოს უნდა დავიჯეროთ წინსწრებად რაღაცაში ჩაერივნენ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ფორმალურად საგამოძიებო სამსახური აქ რაღაცას იძიებდეს, მაგრამ ეს დიდი ალბათობით უკავშირდება ხელისუფლების რაღაც შიდა კლანურ მაფიოზურ გარჩევებს. საქართველო, რომელიც წლების განმავლობაში რეგიონში შეერთებული შტატების ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მეტად უახლოვდება ირანსა და რუსეთს. ვრცელ სარედაქციო სტატიას გამოცემა ვაშინგტონ პოსტი აქვეყნებს. გამოცემა ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში ირანთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა საქართველოში გავლენა გააფართოვეს. გააქტიურდა მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტებიც. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზეც, რომ ბოლო წლებში საქართველოს მოქალაქეები ფიგურირებდნენ ირანის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ რამდენიმე საერთაშორისო საქმეში. ავტორის შეფასებით ვაშინგტონმა თბილისთან ურთიერთობების გადახედვამდე უნდა იხილოს კონკრეტული ნაბიჯები, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, სამოქალაქო თავისუფლებების აღდგენა და პროირანული გავლენების შემცირება. ვაშინგტონ პოსტის ამ კრიტიკულ სტატიასა და ზოგადად საქართველოს შეცვლილ საგარეო კურსზე ნათია კობერიძე ჭავჭავაძის ცენტრის დირექტორს ნინო კალანდაძეს ესაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, სრულ ვერსიას კი ჩვენს Facebook გვერდზე ეხილავთ. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამოძებნეთ დრო და ვარშავის სტუდიაში გვესტუმრეთ. TVUP World-ს თქვენ ხშირად აძლევთ კომენტარს საქართველოს შიდა საქმეებზე, მაგრამ ამჯერად საგარეო საკითხებზე მინდა რომ შეგაწუხოთ და მე დავიწყებ დღევანდელი ედიტორიალით Washington Post-იდან, რომელიც უკვე გავიდა ჩვენს ეთერში და კიდევ ერთ ციტატას წავიკითხავ თუ შეიძლება დღევანდელი ამ გამოშვებიდან. ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესს საქართველოსადმი ერთ წერტილში ადგება ჩრდილი. შეერთებული შტატების ოდესღაც უყურყევი მოკავშირე რეგიონში საქართველო სულ უფრო ანტიამერიკული ხდება. მისი მთავრობა, რომელსაც პარტია ქართული ოცნება ხელმძღვანელობს, წლების განმავლობაში ღიად ეთამაშებოდა რუსეთს საქართველოს დასავლური ურთიერთობების ხარჯზე. ყურადღება საჭიროებს ირანული კავშირებით საქართველოში და ასე შემდეგ. ჩამოთვლილია ბევრი ფაქტორი, რის გამოც ეს ედიტორიალი და არა მარტო ეს, არამედ ბოლო დროს ასაც ჩვენ დასავლურ მედიაში ვკითხულობთ, საყვედურობს ქართული ოცნების მმართველობას. თქვენ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს მინდა გკითხოთ, რა რესურსით
უპირისპირდება ქართული ოცნება მთელს დასავლეთს, მათ შორის შეერთებულ შტატებს. მოგესალმებით, ნათია, მიხარია თქვენ სტუდიაში ყოფნა, მიხარია ამ გადაცემის არსებობა, თქვენი წარმატება და იმედი მაქვს, რომ ხშირი სტუმარი ვიქნები და ასე მაინც გავაგონებთ ქართულენოვან მაყურებელს ხმას პერიოდულად. ამ კითხვას ორგვარად შეიძლება გაეცეს პასუხი, თუმცა საბოლოო ჯამში დასკვნა ალბათ იგივე იქნება. ჩვენ ერთ ნაწილში, ვთქვათ, შეგვიძლია და ბევრი ექსპერტი ამაზე დიდი ხანია მსჯელობს, მათ შორის მეც, რომ მაღალი ალბათობით ზურგი, რომელთაც იმაგრებს თავს ივანიშვილი და მისი გუნდი, ეს ზურგი გამაგრებულია რუსეთიდან, მოსკოვიდან, მათი პოლიტიკით რეგიონის მიმართ, ის აძლიერებს ქართულ ოცნებას არჩევნებიდან არჩევნებამდე, ის აძლევს შესაძლებლობას, რომ მან ძალაუფლება შეინარჩუნოს და ეს არის ის რესურსი, რომლითაც ის დასავლურ პარტნიორებს უპირისპირდება. ახლა ეს რომ მივიჩნიოთ, რომ არის ზედმეტად რადიკალური პოზიცია და ვთქვათ, მე არ მივანიჭებდი, მაგრამ დაუშვათ და მივანიჭოთ რაღაც ტიპის თავისუფლება. ივანიშვილის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მაშინაც საბოლოო ჯამში იგივე დასკვნამდე მივალთ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ივანიშვილმა თავისი ბოლო წლებში მართული პოლიტიკით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, ისეთი პოლიტიკა აწარმოა დასავლეთის წინააღმდეგ, ისეთი ანტიდასავლური ქმედებები, ნაბიჯები გადადგა, რიტორიკა განახორციელა საქართველოს შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რომ მან პრაქტიკულად ამით ყველა გზა მოიჭრა საიმისოდ, რომ ახლა რაღაც ტიპის გადატვირთვის პერსპექტივა ქონდეს. ანუ მას შესაძლოა ერთის მხრივ ვივარაუდოთ და ეს იქნებოდა მაღალი ალბათობის ვარაუდი, რომ ამ ზურგს უმაგრებს რუსული კვალი, რუსული გავლენები და ის რომ ის არის მთლიანად ჩამოკიდებული რუსეთზე და ჩვენ არაერთი დიქტატორი გვინახავს, რომლის რეჟიმის დამხობილა და შემდეგ თავშესაფარი სწორედ მოსკოვში უპოვია, იმიტომ რომ იქიდან იღებდნენ აი ამ საზრდოს თუ ზურგის შემაგრების შესაძლებლობას, მაგრამ ამავდროულად თუ ვიტყვით, რომ მან დამოუკიდებლად არჩია ეს გზა, იმიტომ რომ თვითონ არის თავისი არსით საბჭოთა პროდუქტი, თუ პოსტსაბჭოთა პროდუქტი, ხო? და ნაკლებად დასავლური ყაიდის, რა ვიცი, პოლიტიკოსი ალბათ არ ითქმის მასზე. ამ გადმოსახედიდანაც შეიძლება ითქვას, რომ მან ისეთი არჩევანი გააკეთა, რომლითაც სულ რომ არ კონდეს მას იმის ფუფუნება, რომ ეს პოლიტიკა გააგრძელოს, უკან დასახევი გზა პრაქტიკულად არ აქვს. ამ პოლიტიკაში მე ვგულისხმობ არამხოლოდ დასავლეთის დემონიზებას, არამხოლოდ დასავლური ელჩების კრიტიკას, ლანძღვას და პრორუსული პოლიტიკის გატარებას, არამედ მათ შორის იმ სქემებს, რომელიც ის აყალიბებს, ხო, აბსოლუტურად კორუფციული, აბსოლუტურად კრიმინალური, რაღაც სინდიკატური მმართველობა, რომელიც დასავლეთთან საუბრის შესაძლებლობას იმ თავითვე გამორიცხავს. დიახ, და ამ დასავლეთშიც კი, აი მიუხედავად ამ ისეთი შეფასებებისა, როგორც დღეს Washington Post-ის editorial-შია, დასავლეთშიც კი დღემდე მოისმენთ, ასე ვთქვათ, შეფასებას, რომ თითქოს ეს არის ერთგვარი პრაგმატიზმი, რაღაც სტრატეგიული შეკავების პოლიტიკა რუსეთისადმი. და რამდენად არის ეს პრაგმატული, აი ესეთი გაღრმავება, რა თქმა უნდა, აი ბოლო წუთამდე, ბოლო დღემდე, აი გუშინ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზეც კი ღრმად ანტიდასავლური განცხადებები კეთდებოდა. საიდან მოდის ეს რესურსი, მაშინ, როდესაც რუსეთიც კი, ახლა ფაქტია ვიცით, რომ სუსტდება. ესე იგი, ეს არის კითხვა, რომლის პასუხი შემიძლია იმ არგუმენტის გასამყარებლად გამოვიყენო, რომ ივანიშვილი არ არის დამოუკიდებელი და სუვერენული მოთამაშე, არამედ ის არის მართული წარმომადგენელი, რომელმაც რუსული ინტერესები უნდა გააძლიეროს რეგიონში და რით ვასაბუთებ ამას, მათ შორის იმით, ეს რომ იყოს პრაგმატული გადაწყვეტილებების შედეგი, მაშინ პრაგმატული პოზიცია სულ სხვანაირი იქნებოდა. იმ დროს, როდესაც რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე თავის საწყის პოზიციებს აბსოლუტურად კარგავს, ხო? აქამდე თუ დასავლეთი რუსეთს რაღაც ტიპით ენდობოდა, იყო 20 წლის წინ პოზიციები, რომ რუსეთი შეიძლება ნატოს წევრი ქვეყანა გახდეს ერთჩვენიერ დღეს, რომ თავად რუსეთთან დემოკრატიული ინტეგრაცია იქნება შესაძლებელი. დღეს აბსოლუტურად რადიკალურად შეცვლილია ეს ტენდენცია. რუსეთი არის დასავლეთში
ევროკავშირში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში უსაფრთხოების სტრატეგიასა და კონცეფციაში მოაზრებული როგორც მოწინააღმდეგე დასავლური ინტერესების, ამავდროულად რუსეთი არის მოთამაშე, რომელიც რეგიონშიც კი გავლენებს კარგავს ყოველდღიურად. წარმოუდგენელ სცენარში თუ წარმოვიდგენდით, რომ ილხამ ალიევი ანტირუსულ პოლიტიკას აწარმოებდა, რომ ილხამ ალიევი გააფართოვებდა სამეკავშირეო პოლიტიკას რუსეთის წინააღმდეგ და კიდევ უფრო წარმოუდგენელი იქნებოდა, რომ ამას იზავდა ოდესღაც ოფიციალური ერევანი, რომელიც უხოს წევრი ქვეყანაა, ანუ საერთო უსაფრთხოების წევრი ქვეყანაა, რომლის მონაწილე არის რუსეთი, რომელმაც სომხეთის დაცვისგან უარი განაცხადა და დაარღვია ეს ხელშეკრულება. სომხეთიც კი რომ მიხვდა, რომ აბსოლუტურად არასანდო პარტნიორია რუსეთი, ანუ რუსეთი თავის ფაქტობრივ, მორალურ და სამართლებრივ საფუძვლებს, ნიადაგს და გავლენებს კარგავს რეგიონში, იმ დროს პრაგმატული პოლიტიკა იყოს რუსეთზე ჩამოკიდება და არ იყოს პრაგმატული პოლიტიკა დასავლეთსა და განსაკუთრებით ევროპასთან ინტეგრაციის გაძლიერება, მაშინ როდესაც ევროპა ახლა თავისი უსაფრთხოების დამოუკიდებელ ჩარჩოებს ქმნის, როდესაც ის მთლიანად განსხვავებულ ჩარჩოებს შექმნის ახალი ევროპული კონტინენტის, ახალი ევროპული პოლიტიკის, ახალი ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის, რომელიც მათ შორის დამოუკიდებელი იქნება ნატოს წევრ ქვეყნების ფარგლებში და ამერიკის შეერთებული შტატებისგან. ძალიან დიდი მადლობა ნინო კალანდაძე, იყო ჩვენი სტუმარი. რუსული პროპაგანდა ევროპისა და ევროკავშირის წინააღმდეგ რიტორიკას კვლავ აძლიერებს. ამჯერად კრემლის გაღიზიანების მიზეზი ევროკავშირთან სომხეთის დაახლოება გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა მარია ზახაროვამ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის როგორც ჩანს იზიარებს ბრიუსელის ხედვას, რომლის მიხედვით მოქალაქეებმა უარესად უნდა იცხოვრონ და არა უკეთესად. ზახაროვას მტკიცებით ევროკავშირისგან განსხვავებით ევრაზიული ეკონომიკური კავშირი თანასწორუფლებიანობის თავისუფლების ბაზრისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებზეა დაფუძნებული. ეს გზავნილები კრემლისთვის დამახასიათებელი ნარატივის ნაწილია, რომელიც ევროკავშირს ეკონომიკური პრობლემებისა და სუვერენიტეტის დაკარგვის წყაროდ წარმოაჩენს, ხოლო რუსეთის გავლენის სივრცეს უფრო ხელსაყრელ ალტერნატივად. იქამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის დიპლომატები გააფრთხილა სამხედრო სამიზნეებსა და გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დაგეგმილი იერიშების გამო სასწრაფოდ დაეტოვებინათ კიევი. გაფრთხილებას პოლონეთი პასუხობს. საგარეო უწყება კრემლს აფრთხილებს, რომ უკრაინაში მის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ნებისმიერი დარტყმა განზრახდა მიზანმიმართულ ქმედებად ჩაითვლება. პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ თუ კი რუსეთი საკუთარ ქმედებებს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უტევს, შესაბამისად დიპლომატიურ მისიებზე ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი დარტყმა მტრულ აქტად შეფასდება. კითხვით მიიღეს თუ არა უკრაინაში უსაფრთხოების ახალი პროტოკოლი ან რეკომენდაციები ვუტ საქართველოს ნიუსმა უკრაინაში საქართველოს საელჩოს და ქვეყნის საგარეო უწყებასაც მიმართა. პასუხს ანდრომდეველით. ორი კვირა ერთ პოზიციაზე, როგორ გადარჩა უკრაინელი ქვეითი და როგორ დაარწმუნა რუსი ჯარისკაცი ჩაბარებულიყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების 118 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მომსახურე ვადიმ ლეტუნოვი ტყვედ ჩავარდა. მან ორი კვირა გაატარა მოწინააღმდეგესთან პრაქტიკულად ერთსა და იმავე პოზიციაზე. ვადიმ არა მხოლოდ გადარჩენა მოახერხა, არამედ რუსი ჯარისკაცი დაარწმუნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩაბარებოდა. ვტს მთავარი რედაქციის და ქსენია სიტინსკაიას სიუჟეტი ოდესიდან. Нет, не поможет мама. ვადიმ ლუტუნოვი მეტსახელად კარტმენი უკრაინის დასაცავად 2022 წლიდან იბრძვის. მსახურობდა საჰაერო თავდაცვაში, მონაწილეობდა ხერსონის გათავისუფლების ოპერაციაში, ხოლო 2024 წელს 118 ცალკეულ მექანიზებულ ბრიგადაში გადაიყვანეს. 2026 წლის მარტის შუა რიცხვებში ზაპოროჟიეს მიმართულებით დავალების შესრულებისას ბლინდაჟი, რომელშიც ის იმყოფებოდა, რუსული დარტყმის შედეგად განადგურდა. მისი თანამებრძოლი დაიღუპა. ვადიმმა კი ჭურვის პირდაპირ მოხვედრის მიუხედავად სასწაულებრივად მოახერხა გადარჩენა. მაკანკალებდა, უკვე გონებაში ყველას ვემშვიდობებოდი. სიცოცხლეს ძალიან ბევრჯერ დავემშვიდობე. მაშინაც კი, როცა გავრბოდი. ამაცინაც საღამოს ვიწექი და გამახსენდა ეს შეგრძნება. რას გძნობს ადამიანი, როცა კვდება. თავიდან ძალიან გეშინია. მერე კი რაღაცა შვება მოდის. და აი ასეთ შვების შედეგად რაღაცა იცვლება და მეც აზრზე მოვდიოდი ხოლმე. რუსული დარტყმებისგან თავის დასაღწევად ვადიმი შემთხვევით რუსი ჯარისკაცის პოზიციაზე აღმოჩნდა. რუსმა ვადიმი არ მოკლა, თუმცა საკუთარ სარდლობას მოატყუა, რომ უკრაინელი სამხედრო გაანადგურა.
სიამაყით მოახსენდა, რომ მომკლა. ფიქრობდა, რომ ჩემი მოკლისთვის შესაძლოა იქიდან გაიყვანათ. ბევრჯერ ყოფილა მომენტი, როცა რაციაში ცდილობდა თავი გამოეჩინა იმ იმედით, რომ წაიყვანდნენ, მაგრამ არავის მიხავდა. თავიდან რუსი ვადიმს გაშვებას პირდებოდა, თუმცა ყოველდღე რაღაც უშლიდა ხელს. ასე გაატარა ვადიმა 2 კვირა მეზობელ სოროში, რომელიც თავადვე გაითხარა მტრის გვერდით, მისი აბსურდული ამბების მოსმენაში. მომთხოვა გამეთხარა ორმო, რომელშიც მეძინა. ვეუბნებოდი, გაუწყლოება მაქვს ძალა არ ყოფნის მეთქი. ის კი მეუბნებოდა, თქვენ ამ ომში ფუფუნებაში ხართ, ნორმალურად ჭამთ და სვამთ. ჩვენსავით ნამდვილად კი არა ვმობთ, როგორც ჩვენი პაპები, რომლებიც ბოლო ლოკმაპურს ჭამდნენ უმარილოდ, გუბეებში ეძინათ და მსგავსი რაღაცეები. აი, მე შარდის დალევაც კი შემიძლიაო. მუდმივი შიმშილი ტყვეობიდან თავის დაღწევის შანსად გადაიქცა. ვადიმმა რუსი ჯარისკაცი დაარწმუნა, რომ დაემზადებინათ აბრა მისი მეტსახელით კარტმენი. მან იცოდა, რომ უკრაინის შეერაღებული ძალების თანამებრძოლები მას დრონით დაზვერვისას შეამჩნევდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ასეც მოხდა. და მე უბრალოდ ვუჩვენებ ამ აბრას. თითით ვანიშნებ ჩემს სახეზე, რომ ეს მე ვარ, ტუჩებს ვამოძრავებ. რატომღაც გადავწყვიტე, რომ 2 თითის ჩვენება უკრაინულ დროშას გავდა. უკვე მუხლებზე ვდგებოდი, ცრემლები მომდიოდა, ძალა აღარ მქონდა. მან მითხრა, მორჩა, შედი ბლინდაში. 9 საათში დრონი ჩნდება ჰაერში. ვფიქრობ, ახლა ან აფეთქება იქნება, ან ის მოხდება, რაც მე მინდა მეთქი. მესმის როგორ ვარდება რაღაცა და მესმის უკრაინული ლაპარაკი. მათ რაცია გადმომიგდეს. შემდეგ უკრაინულმა სამხედროებმა დროინიდან საკვები და წყალი ჩამოყარეს. ვადიმს კიდევ გარკვეული დრო დასჭირდა რუსის დასარწმუნებლად, რომ ჩაბარებულიყო. მე-15 დღეს უკრაინელებმა პოზიციიდან ორივე, კარტმენის და რუსი ჯარისკაციც ერთად გაიყვანეს. დაახლოებით კიდევ 1 კვირა არ მჯეროდა, რომ იქიდან გამოვედი. მეგონა, რომ რაღაცა ზღაპარი იყო. ყველა შოკში იყო, რადგან უამრავი მომენტი მოხდა, როცა შემეძლო მომკვდარიყავი, მაგრამ გადავრჩი. ავა რომ შემოგთავაზეს, მას ეკითხებიან, რამდენი კოვზი შაქარი გინდაო. მან კი თქვა 6-იო. მერე უკვე შესქელებულ რძეზეს კითხეს და კი, ეგეც მინდაო. ვადიმს ჯერა, რომ სახლში შემთხვევით არ დაბრუნებულა. როგორც ყველა მეუბნება, ალბათ ამ სამყაროსთვის კიდევ რაღაცაში ვარ საჭირო. უფრო მეტად უნდა დავაფასო სიცოცხლე, თუნდაც ელემენტარულად, წყლის დალევის შესაძლებლობა. ეს თურმე უდიდესი ფასეულობაა. იმის გამო, რომ ვადიმა 2 კვირა პრაქტიკულად მწოლიარე მდგომარეობაში გაატარა, ფეხშიშველმა მხოლოდ წინდებით ცივ თიხაში ჯარისკაცს фეხები მოეყინა. ერთ-ერთი თითის ამპუტაციაც გახდა საჭირო. ახლა ვადიმი რეაბილიტაციას გადის და ამაში მას ოჯახი ეხმარება. მაია სანდუმ სალომე ზურაბიშვილი რესპუბლიკის ორდენით დააჯილდოა. საქართველოს ხალხის სიმტკიცის პატივსაცემად ვანიჭებთ რესპუბლიკის ორდენს მოლდოვის უმაღლეს ჯილდოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. მისი ლიდერობა და ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისადმი შთაგონებას გვმატებს, წერს მოლდოვას პრეზიდენტი X-ის საკუთარ გვერდზე. ცერემონია კიშინიოვში გაიმართა. რესპუბლიკის ორდენი 1992 წელს დაწესდა და მას სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, დემოკრატიის მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისთვის, კულტურის მეცნიერების ან ქვეყნის დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის ანიჭებენ. დღეს ერთი თვე გახდა, რაც საქართველოს ნიუსმა მაუწყებლობა დაიწყო. ჩვენი გუნდი მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის. თუ ჩვენი სოციალური ქსელები ამ დრომდე არ გამოგიწერიათ, გთხოვთ ახლა გამოიწეროთ როგორც YouTube-ზე, ასევე Facebook-ზე საქართველოს ნიუსი. დღეისთვის სულ ეს იყო, გახსოვდეთ ჩვენ აქ ვართ ფაქტების სადარაჯოზე და გთავაზობთ თავისუფალ სიტყვას ინფორმირებული არჩევანისთვის.